ეს იქნება ჩემი ნახევრად უსაქმური დღის უზარმაზარი ვლოგი. ეს არის ჩემი ვლოგის გადაღება დამოვიწყდა, მე მგონი, აღარ მახსოვს. როგორ იღება ვლოგები? ჩურჩულები, იმიტომ რომ კოტეს ძინავს. დავედით საჭმელი მოვიტანოთ. შემიძლია რომ 3 ვეკვება ვრაბი ვჭამო. ორცი და დილას ვიწყოთ უზარმაზარი სენდვიჩით. და ასევე ჩემი საყვარელი ვენი არ ვიცი და ჩემთვის საუზმე არის წმინდა. საუზმის გარეშე მე სახლიდან ვერ გავალ. მადლობა დრომილს, რომ არა მარტო საუზმეზე, არამედ ჩემს სადილზეც და ვახშამზეც ზრუნავს. აქ ხომ ზიანათებს გამდნარია თოვლი, ან ჩვეულებრივად გადაადგილდება ხალხი და დარწმუნებული ვარ ჯიქიაზე ისევ თოვლს. არ დამეზარა ეხა კამერის ჩართვა. აი, ვინმე ამიხსნას აქ ვინც აჩერებს მანქანას რა პრივილეგიებით სარგებლობს. ყოველ დღე ესეთ სიტუაცია. ეხა კიდე თავისუფალია ეს წინა ნაწილი, თორე დაბურული შუშები აქვს, გასაგებია. არ თოვს ჯიქიაზე, მაგრამ უკეთესი სიტუაციაც არ არის, იმიტომ რომ ყველა სიკეთესთან ერთად თოვლი ჯერ არ გამდნარა და პლუს მოყინულია. შუა გზაზე მესმის რაციის ხმა პატრულისგან, რომ გადადი სავალ ნაწილზე, გადადი ქვეითების გზაზე. და მინდა გაჩვენოთ ქვეითების სავალი ნაწილი. ანუ იმას ეგონა რომ ეხალისებოდა მანქანების გზაზე სიარული. ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ სკროლი მეთხოვებინა და თვითონ გაევლო ერთი მოსრიალებულ მოლიპულ ქვეითების გზაზე რა. და ჩვენ მოვედით ცურვაზე. ახლა ნახავთ ჩემს unboxing-ს. თვები მაქვს საშინლად. ხან ცურვა, ხან ვარჯიში უკვე აღარ ვასტაილინგებ. ვინც სათვალით და საცურაო ქუდით ლამაზები ხართ, რანაირად ახერხებთ. კიდე ვიცი როგორი ადამიანების შურს აუზის ბოლოს ბრუნს რო აკეთებენ და ისევ აგრძელებენ ცურვას. აი ძალიან შურს. მე ტვინში შემდის წყალი და არ შემიძლია მაგის გაკეთება. ასევე რაც ფიზიკური აქტივობები აქტიურად დავიწყე, ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ Apple Watch-ი შევიძინო თუ Garmin-ი. თქვენ რომელს გაუწევთ რეკომენდაციას მითხარით. დროში ძალიან კარგად ჩავეტიე. 1 საათს სრულად ვიცურავე და ნახევარ საათი მოვუდი გამოცვლა, ჩაცმა და ხურვას, შეფუთვას. ნახევარ საათი გვაქვს ახლა დრო, რომ პეკინზე მივიდეთ მასაჟზე. რომელზეც მე-4ჯერ მივდივარ უკვე და ძალიან მომწონს. მიკეთებს ანტიცელულიტურ მასაჟს. მიკეთებს ანტიცელულიტურს ვერ ვამბობ. ანტიცელულიტურ მასაჟს. მიკეთებს ანტიცელულიტურ პოტატო. მოკლედ რა. თავიდან მუშაობს ცელულიტებზე და ბოლოს მიკეთებს ზურგზე საბკურნალო, სარელაქსაციო, არ ვიცი, ყველაფერს ერთად. და მარტო იმ 10 წუთის გამო ღირს ის 1 საათი ტანჯვა. არა, სხვათა შორის არ მტკივა. ძალიან იშვიათია რომ მე მასაჟი არ მტკივა, იმიტომ რომ ანტიცელულიტურები ხშირ შემთხვევაში